საღამოშტობისა მოგესალმებით ყველას. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ერთმა ქრისტეს შობის მადლით გაწმინდოს და გაასუფთავოს ჩვენი გულები ყოველგვარი სიბილწისა და ცოდვისაგან. მოკლედ დღევანდელ დღეს, როგორც თქვით, მინდა ვისაუბროთ, მოგვიწევს საუბარი, შემდეგი რამოდენიმე საუბარი მინდა დახმარების სახით, რომ ყველამ შევძლოთ რაღაცნაირად ამაზე გააზრება და გაფიქრება, ფიქრი, ცოდვის შესახებ და რა ფორმით ებრძვის ადამიანს, მოკლედ ბოროტი, რომ ადამიანმა გარკვეულწილად ცოდვა ჩაიდინოს. და რაზე გვექნება, იცით, საუბარი, ნახეთ, 6 ეტაპი არსებობს, 6 ფორმა არსებობს ადამიანის მდგომარეობისა, როდესაც გარკვეულწილად ადამიანი ცოდვით მდგომარეობაში არის. და ჩამოგითვლით ამ 6 მოკლედ ეტაპს. პირველი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ცოდვის სამსახურში და არც ფიქრობენ ამისგან განთავისუფლებას. არსებობს ესეთი ადამიანები არიან, ესე რომ მოკლედ ცოდვაში არიან, მაგრამ ემსახურებიან ცოდვას თავიდან ბოლომდე, მაგრამ არ ფიქრობენ ამისგან განთავისუფლებას. მეორე, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც სურს განთავისუფლება, მაგრამ ვერ ახერხებს. პირველი, ვინც შეგნებულად ემსახურება ცოდვას, მეორენი არიან ადამიანები, რომლებიც თქვათ, უნდათ განთავისუფლება ცოდვისაგან, მაგრამ ვერ ახერხებენ ამას. ზოგიერთნი კიდე მესამე ნაწილია, ზოგიერთნი სათნოების მოპოვების მერე, როდესაც ცოდვას ჩაიდენენ და მცირეოდენ სათნოებას მოიპოვებენ, ისე უმძიმეს ცოდვებში ვარდებიან. არ იციან, გამოცდილება არ აქვთ და გამომდინარე აქედან ცოდვას რო დაამარცხებენ და რაღაც სათნოებას შეიძენენ, ამ სათნოების შეძენის მერე მაინც უმძიმეს ცოდვაში ვარდებიან ადამიანები. მოკლედ შეიძლება იმავეში არა, მაგრამ სხვა ცოდვაში შეიძლება ჩავარდეს ადამიანი. არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ უკვე სრულყოფილების გზას ადგანან. ესეც ერთ-ერთი ფორმა არის ცოდვის, როდესაც მიგაჩნია ადამიანს, რომ ურყევად დგეხარ, სრულყოფილების გზაზე დგეხარ. ესეც ერთ-ერთი სახიფათო ფორმაა, მოკლედ ადამიანისა ცოდვასთან მიმართებაში. ეს მეოთხენაირი მდგომარეობა. მეხუთენაირი მდგომარეობა, რომ ადამიანები, რომლებიც სათნოების გზაზე დადგებიან და მერე ამ ბილიკს ტოვებენ, ამ სწორ გზას, რომელზეც უნდა იარონ, მოკლედ ამას მერე მიატოვებენ. მოკლედ ამაზე არსებობს სხვადასხვა მიზეზები და ამაზეც აუცილებლად გვექნება. საუბარი რატომ ადგანან და მერე რა არ ყოფნით ადამიანებს, რატომ ტოვებენ მოკლედ ესე იგი ამ ცოდვის გზას. მეექვსე ნაწილი, უკვე ბოლო ეს არის, ზოგი ადამიანები სათნოებასაც სიბოროტის მიზეზად აქცევენ. სათნოება აქვთ, მაგრამ ამავე დროს ეს სათნოება ბოროტების მიზეზი ხდება. მათთვის ბოროტებად ხდება, მოკლედ და არანაირი სიკეთი არ მოაქვს. გარეგნულად სათნოება ჩანს, მაგრამ თავისთავად სიბოროტის მიზეზად იქცევა ეს ყოველი. ეხლა რაც ჩამოვთვალე ეს 6 მდგომარეობა, რა თქმა უნდა, დღეს კი არ განვიხილოთ, არ შეგეშინდეთ, ამდენ დრო არ გვექნება ნამდვილად. მაგრამ ეს 6 მდგომარეობა იქნება თითო საუბარზე. ან შეიძლება 2 ერთ საუბარში, ნახოთ რა როგორი იმის იქნება. შეიძლება თითო ვისაუბროთ ამაზე. ამიტომ დღეს შესავალი ნაწილი გვექნება ამ სულიერი მოკლედ გაგებისა, სულიერი ცხოვრებისა და ზოგადად მოკლედ უნდა ვისაუბროთ გარკვეულწილად ისე იგი ცოდვის შესახებ, იმიტომ რომ დღეს ადამიანებს ამისი გაგება, ესე რომ ვთქვათ, რაც ჩამოვთვალეთ, ამისი გაგება და შემეცნება არ აქვს და არ ვიცით როგორ შევხედოთ ზოგადად ცოდვას. რა არის ცოდვა ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში, როგორ შემოდის, რა ეტაპზე უნდა ებრძოლოს ადამიანი ამ ცოდვას და როგორი მიმდინარეობა აქვს ამას მერე უკვე ადამიანში.
მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ რაზეც დღევანდელი სამყარო ცდილობს, რომ აგვარიდოს ყველაზე მთავარს და მნიშვნელოვანს. ანუ ყველაფერი ხდება იქ ცალკე რაღაცები, ისეთი რაღაცები ხდება და ისეთ რაღაცებს შეიძლება მიენიჭოს ადამიანისთვის მნიშვნელოვანი სტატუსი, რომ მინდა გითხრათ, რომ მას გონია, რომ ეს არის ცხონება არ ცხონების საკითხი. ანუ რომ შეეკითხო რაღაცა საკითხებია, რომელზეც იძახის ცხონება არ ცხონების საკითხი და ბოლოს ერთი ჩვენთვის საყვარელი ადამიანი, ერთი ჩვენი ესე იგი მრევლი გარდაიცვალა და მოკლედ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით ცოტა მეტი რაღაც მივდიოდი ახსარებას ამბობდა, ვსაუბრობდით ხოლმე რამოდენჯერმე ვიყავი და ერთადერთი რამე ეკერა მარტო პირზე. შენდობას გთხოვთ, შემინდეთ, შენდობას გთხოვთ, სულ ამას იძახთ. მაპატიეთ, შენდობას გთხოვთ. ანუ სულ ცოდვების პატიებას ითხოვდა ადამიანი და სულ ფიქრობდა იმას, რომ რამდენი დრო დაკარგა იმაში, რომ ასე თქვა, სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობდა და სამწუხაროდ ეს ადამიანი დაახლოებით ერთ კვირაში მერე გარდაიცვალა. მაგრამ ყველაზე მთავარი რა იყო, ხო, ეს ადამიანი სულ შენდობას ითხოვდა, სულ პატიებას, შენდობას, ცოდვების განცდა ჰქონდა და მეტი არაფერი. მაგრამ ამავე დროს სხვა რაღაცა ხო, როგორც ჩვენ ვიცით, ახლა ამ წუთი სოფლის საქმეებითაც, რა თქმა უნდა, იყო დაკავებული და ხან რაღაცას აკეთებდა, ხან ის აკეთებდა, არ დავასახელებ ამ იმებს, იმიტომ რომ რაღაც მერე ვიღაცას გონია ხოლმე, რომ ნიშნის მოგებით შეიძლება ვსაუბრობდეთ ამათ, ანუ მათი ეს საქმიანობა ხშირ შემთხვევაში გონიათ ხოლმე, რომ ისე იგი ცუდად არის აღქმული ახლა ჩემი მხრიდან და უსაფუძვლოს და ფუჩს უწოდებ. რა თქმა უნდა, ამასთან შედარებით, ანუ ქრისტიანი ადამიანისთვის ცხონება არ ცხონების საკითხთან შედარებით ნებისმიერი სხვა საკითხი არის, ანუ რა თქმა უნდა, ნაკლებ მნიშვნელოვანი და ზოგ შემთხვევაში უმნიშვნელოც კი. თუ კი ის რაიმეთი ხელს უშლის ცხონება არ ცხონების საკითხი, თუ კი მე ცოდვაში ვდგები რაღაცა თუნდაც ისეთი საქმიანობით, რომელიც გარეგნულად მოსჩანს, რომ კარგია, რა თქმა უნდა, ეს ქრისტიანი ადამიანისთვის ყოველად მიუღებელი არის. ამიტომ ახლა ნახეთ, რა მინდა რომ თქვა, რომ რა არის ცოდვა ზოგადად, ანუ პირობითად ავხწერ ამ იმას, ცოდვა ეს არის საკუთარ თავზე მიყენებული ჭრილობა. ისააკ ასურის ესეთ იმას მოგიყვანთ, ესე იგი ციტატას, რომელიც მას სამოღვაწეო სიტყვაში აქვს და ბრძანებს ასეთ რამეს ისააკ ასური, რომ ცოდველი ადამიანი გავს ძაღლს, რომელიც ენას უსვამს გალესილ ხერხს და ვერ გძნობს საკუთარ თავზე მიყენებულ ჭრილობას, ტკივილს, რადგან თვრება საკუთარი სისხლის გემოთი. ცოდველი ადამიანი ზუსტად ეს არის. ანუ ცოდავს ადამიანი, როგორც ძაღლი ხერხს უსვამს პირს, ვერ ხვდება, რომ ეს მოკლედ მას აზიანებს და რატომ? იმიტომ რომ თვრება ადამიანი საკუთარი, ისე იგი ამ ცოდვის სიტკბოთი. ოდესაც ცოდავს, ეს რაღაცა ტკბილია მისთვის, ესე იგი სასიამოვნოა მისთვის და ტკბილია მისთვის ეს ცოდვა და ამიტომაც ის ვერ გძნობს თავისთავად ამ მიყენებულ ჭრილობას. ამიტომ ახლა ადამიანს გონია, რომ მიყენებული ჭრილობა, როდესაც ჭრილობა მიიყენე საკუთარ თავზე, შემდეგ უბრალოდ აღიარებით, მივედი და ახსარება ვთქვი, ამ ფურცელზე დავწერე და მივაწოდე სასულიერო პირს და ეს ჭრილობა თავისთავად გაქრება. ესე არ არის, მინდა გითხრა, იმიტომ რომ ჭრილობას სჭირდება მკურნალობა. ამიტომაც ქრისტე არის, მკურნალი ჩვენი სულისა და ეკლესია არის მოკლედ ბუნებით ესეთია, იმიტომ რომ ქრისტე ბუნებით მკურნალია, კაცო ადამიანის მკურნალია, საღვთო ბუნება ისე იგი მკურნალი არის ადამიანის დაცემებისა და ისე იგი ცოდვის მკურნალია და სულის მკურნალია და ეკლესიაც თავისი ბუნებით, იმიტომ რომ ქრისტეს მისტიური სხეულია, ისიც მოწოდებით მკურნალი არის. ანუ ყველაზე მთავარი, ყველაზე უპირატესი დანიშნულება ეკლესიისა არის ადამიანის სულიერი მკურნალობა. სხვა დანიშნულება, ანუ უმთავრესი დანიშნულება ეკლესიას არ აქვს.
ანუ ყველაფერს რასაც ეკლესია აკეთებს, ანუ მსახურება იქნება, მოკლედ, როგორც შიდა საეკლესიო მსახურება, საზოგადო მსახურება იქნება, რასაც არ გინდა აკეთებდეს ეკლესია, ერთი მიზეზით აკეთებს, რომ განკურნოს ადამიანის სულები და მოამზადოს ისინი ცათა სასუფევლისათვის დასამკვიდრებლად. ანუ ჭრილობები, რომელიც ადამიანმა მიიყენა საკუთარ თავზე, საკუთარი ნებით მიიყენა ეს ჭრილობები, ან ნებსით თუ უნებლიეთ მიიყენა ეს ჭრილობები, ის უნდა განკურნოს. ანუ განკურნებული ადამიანი შემდეგ უნდა ცათა სასუფევლის მკვიდრი გახდეს. ეს არის, მოკლედ, ბუნება ეკლესიის, ანუ ეკლესიის ბუნება და ეკლესიის მთავარი დანიშნულება. ხშირად დღეს მოუწოდებენ ხოლმე ეკლესიას, რომ ის უნდა გააკეთოს, ეს უნდა გააკეთოს, ეს არის მნიშვნელოვანი, ის არის მნიშვნელოვანი, მინდა გითხრათ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ეკლესიას არ აქვს. რასაც არ უნდა აკეთებდეს, თუნდაც მოწყალების საქმეს აკეთებდეს ეკლესია, არ ვიცი, ქადაგებდეს ეკლესია, მისიონერულ, ისე იგი მსახურებას აღავლენდეს ეკლესია, რაც კი ეკლესიას გააჩნია, მოკლედ, რაღაც ესე რომ ვთქვათ, იქ პატიმრებთან ურთიერთობას აღასრულებდეს. ნახეთ, როგორ არის, როგორც მაცხოვარი ძახის გახსოვთ, რომ როდესაც მოვაო ძეკაცისაო, ანუ მეორედ მოსვლის პერიოდზე ახლა რო არ იმას აქვს დაწურილებით ესე რო არ გითხათ, გახსოვთ, ეტყვისო რომ ცხვრებს ეტყვისო, ხო? ანუ რომ თქვენ ჩემს მარჯვნივ გადაგითო, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი, რატომ შიოდა და მასვით მწყუროდა, ანუ შიოდა და მაჭამეთ, მწყუროდა და მასვით, შიშველი ვიყავი და შემოსვეთ, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემდა და სნეული ვიყავი და მინახულეთ მე. ანუ ესეც კი ამასაც, რაზეც უფალი იძახის, რომ ეს უნდა აკეთოს ზოგადად ადამიანმა და მათ შორის ვთქვათ ეკლესიამ ეს უნდა აკეთოს, ამასაც ეკლესია უნდა აკეთებდეს ადამიანის სულის კურნებისთვის, მათი ჭრილობების სამკურნალოდ, ანუ ცოდვის სამკურნალოდ უნდა აკეთებდეს ამას, რომ ადამიანი ცათა სასუფეველში დამკვიდრდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, შენ ადამიანს პური როცა ჭირდება, პური უნდა მიუტანო, წყალი როცა სყურია, წყალი უნდა დაალევინო, მაგრამ აქ, ანუ პატიმრობაში როა უნდა მოინახულო, სნეული როა უნდა მოინახულო, რომ შეციებულია და ტანსაცმელი არ აქვს, ტანსაცმელი უნდა მისცე, მაგრამ ამას უნდა აკეთებდე ამავე დროს იმის გამო, რომ ადამიანი აცხონო. ანუ ეკლესიის მდგომარეობა, ანუ ეკლესიის მოწოდება არის იმსახუროს და ემსახუროს კაცობრიობას ცათა სასუფევლისთვის განამზადოს თითოეული ადამიანი, რომელთანაც მას შეხება ექნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის მერე არის თუნდაც, არ ვიცი, თუ კი ვინმე თulis, რომ პოლიტიკაში უნდა შევიდეს ეკლესია, ან ისე იგი რაღაცა ეკონომიკაში უნდა შევიდეს, ისე იგი ან სოციალურ სფეროში უნდა იყოს მონაწილეობდეს ეკლესია, ან თუნდაც ესე რომ ვთქვათ, საჯარო სივრცეში და ასევე ესე რომ ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს სივრცეში და რასაც არ უნდა აკეთებდეს ეკლესია საბოლოო ჯამში, იქაც სადაც არ უნდა მიდიოდეს, უნდა მიქონდეს ღვთის სიტყვა და ეს ღვთის სიტყვა უნდა იყოს, ღვთის სიტყვა და მოქმედება, რომელსაც სასულიერო პირი განახორციელებს, მაღალი იერარქი გინდა თუ დაბალი, ყველგან უნდა იყოს ერთი რამისთვის, რომ ადამიანის სულის კურნება იყოს. არ ვიცი, ძალიან პრიმიტიულ რამეს გეტყვით, მაგრამ სასულიერო პირის სუფრაზეც კი თუ მივა სადმე, არ ვიცი, სადაც არ გინდა მივიდეს ადამიანი, სასულიერო პირი მით უმეტეს, მათ შორის ქრისტიანი ადამიანიც, ეკლესიის წევრიც, იქაც იმიტომ უნდა მიდიოდეს, რომ სულის საცხოვნებელი იყოს მისი მისვლა იქ. ანუ მისი სიტყვა, მისი მოქმედება სუფრის დროს, ანუ მისი უნარჩვევები, რომელსაც იქ მოკლედ ადამიანების არა ცოტა ნაწილი მოკლედ შეხედავს, ეს მათთვის უნდა იყოს სასწავლებელი იმისა, რომ მათ მოუნდეთ, ანუ დაინახონ საკუთარი ჭრილობები, სულიერი ჭრილობები, დაინახონ საკუთარი ცოდვები და ამავე დროს მე ისე იგი დაიწყონ ამ სულის კურნალობისთვის ცხოვრება, რომ განემზადოს ადამიანი ცათა სასუფეველის მკვიდრობისთვის. ეს არის ეკლესიის
უმთავრესი მოწოდება. ანუ სადაც არ უნდა მიდიოდეს სასულიერო პირი, სადაც არ უნდა მიდიოდეს რა განხრასაც, რა მხარესაც სოციალური ცხოვრების, ანუ საზოგადოებრივი ცხოვრების, რა მხარესაც არ გინდა ეხებოდეს, იქ ადამიანი, სასულიერო პირი და ქრისტიანი ადამიანი უნდა მიდიოდეს იმისთვის, რომ მიიტანოს ხარება ცათასასუფევლის შესახებ, ცოდვა რომ არის ადამიანის სულზე მიყელებული ჭრილობა და ამ ჭრილობას რო ჭირდება მკურნალობა. ეს არის ეკლესიის მთავარი დანიშნულება. ანუ ეხლა გადავიდეთ მოკლედ რაღაცა დღევანდელი საუბრის მთავარ თემაზე და მინდა მოგიყვანოთ, ესე იგი, იცით რომ არის ესეთი წიგნი, ვისაც არ გაქვთ აუცილებლად შეიძინეთ, ამას ქვია ფილოკალია, ანუ მშვენიერებად მოყვარეობა, ქართულად თუ ესე იგი სათნოებად მოყვარეობა, მშვენიერებად მოყვარეობა, ანუ სხვადასხვა სახელით არის ესენი, სხვადასხვა გამოცემები არსებობს, იმასაც შეხვდებით და ამასაც შეხვდებით, ეს უფრო ბოლო გამოცემაა და უფრო დახვეწილი გამოცემა არის და პირველი ტომში პირველივე ავტორი, ვინც არის შესული ამ ფილოკალიაში, არის წმინდა ანტონი დიდი და ანტონი დიდიდან 150 მუხლი არის, ანუ შეგანებანი ადამიანთა ზნეობისა და სასიკეთო სწავლებები, ასე არის მოკლედ თავისთავად აი ამ მუხლების ესე რომ ვთქვათ სათაური და მინდა ამ 150 მუხლი თან ნელ-ნელა წავიკითხოთ და გავიაზროთ როგორ უყურებს ღმერთი მცოდველ ადამიანს, როდესაც ადამიანი ცოდავს და ადამიანი არის ცოდვის მდგომარეობაში, ანუ ამ დროს ღმერთი როგორ უყურებს და რა იცვლება, როდესაც მე ვთქვათ, აი, იმიტომ რომ ჩვენ ხოვდა განვიხილოთ წეღარაც დავასახელე და წარმოდგენა რო გქონდეს უბრალოდ საკუთარ თავში, რომ რა გზას გავდივარ და ღმერთი როგორ გვიყურებს, როდესაც ამა თუ იმ ცოდვის მიერ მდგომარეობაში ვარ, რაც ის 6 მდგომარეობა, რომელიც მე ჩამოვთვალე, ხო? ხო საინტერესოა ეს, რომ ჩვენ ხო ცხონება გვინდა, ღმერთთან ყოფნა გვინდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღმერთი როგორ უყურებს, ანუ მართლმადიდებლური სწავლება როგორ არის, ღმერთი როგორ უყურებს მცოდველ ადამიანს, ცოდვას როგორ უყურებს, ცოდველ ადამიანს როგორ უყურებს და რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანის მიმართ. მოკლედ წანამძღვრებით ამას გავუკეთებ, სანამ ანტონი დიდის სიტყვას წავიკითხავ 150 მუხლს და პავლე მოციქულის სიტყვას ვიტყვი, გაიხსენეთ რა სიძახის პავლე მოციქული, ღმერთზე ანუ უფალზე იძახის, რომელსა ნებავს ყოველთა კაცთა ცხონება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებასა მოსვლაი. ანუ ღმერთს სურს ყველა ადამიანის ცხონება და ჭეშმარიტებაში, ანუ ჭეშმარიტებაში მოსვლა. იმიტომ რომ ჭეშმარიტების გარეშე, ანუ ღმერთის საკუთარი თავის შემეცნება შეუძლებელია, მით უმეტეს შეუძლებელია ღმერთის შემეცნება და შეუძლებელია იმ ურთიერთობების დანახვა და შემეცნება, რომელმაც ადამიანი უნდა აცხონოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ღმერთის ეს დამოკიდებულება, რომ მას სურს ყველა ადამიანის ცხონება და ყველა ადამიანის მოსვლა ჭეშმარიტებაში. ამიტომ რომ ვიმეორებ, ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს ცხონება. ჭეშმარიტება კი უფალი ბრძანებს, მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. ანუ ქრისტეს შემეცნების ისე იგი გარეშე, ქრისტეს შემეცნების გარეშე არ არსებობს ისე იგი ჭეშმარიტება. ქრისტეა თვითონ ჭეშმარიტება, გზა და სიმართლე და მხოლოდ ქრისტეს შემეცნებით და ქრისტეს შემეცნება ხდება ცოდვისგან განთავისუფლებით, ანუ საკუთარი გულის განწმენდით, საკუთარი სულის მომზადებით, გონიერი ნაწილი, სულის გონითი ნაწილის ესე იგი გასუფთავებით, რომელიც აიღებს, ესე რომ ვთქვათ, მართლობას ადამიანის მოკლედ აგებულებაზე და მოკლედ ის წარუძღვება ადამიანის აგებულებას, ანუ ადამიანის ბუნებას, ორი ნაწილიანი ვართ, იცით, სულით და ხორცით, ადამიანის ბუნებას ზოგადად წარუძღვება ცხონების გზაზე. სხეულს, რა თქმა უნდა, გაასუფთავებინებს და განაწმენდინებს ამ წუთის სოფელშივე და გარდაცვალების მერე, როდესაც სულისა და ხორცის გაყრა მოხდება, ამ დროს სული განემზადება უკვე, რომელიც არ იქნება ცოდვით შებღალული, განემზადება უკვე მარადიული სასუფევლისთვის. ამიტომ
აი ახლა დავიწყოთ მოკლედ ამის განხილვა, ცოტა ისეთი არ არის პატარა, მოკლედ ცოტა ოდნავ ვრცელი მუხლია და ამიტომ ესე იგი ყურადღებით მოვისმინოთ ყველამ, ხო? ღმერთი კეთილია, ასე ბრძანებს ანტონი დიდი. უვნებო და უცვალებელი. ვანახეთ, ღმერთი კეთილია, უვნებო და უცვალებელი. ხოლო თუ ვინმე ერთის მხრივ კეთილგონივრულად და ჭეშმარიტად ზრჯის, რომ უცვალებელია ღმერთი, მაგრამ ადამიანი თუ კი იძახისო, რომ უცვალებელია ღმერთი და ღმერთი ნამდვილად უცვალებელია, არ იცვლება ღმერთი, ღმერთის ცვლილება არ არის, იცვლება მხოლოდ ქმნილება. ქმნილება შეუძლია შეიცვალოს და ღმერთი არის უცვალებელი, იმიტომ რომ არ არის შექმნილი და არ არის შედგენილი. გამომდინარე აქედან ნახეთ, თუ ერთის მხრივო, ადამიანი რომელიც ჭეშმარიტად სჯის, იძახის რომ მე ჭეშმარიტად ვსჯი, ჭეშმარიტად ვსაუბრობ, თუ ესეთი ადამიანი იტყვის რომ უცვალებელია ღმერთი და ამას სწორად იტყვის, მაგრამ მეორეს მხრივ იტყვის რომ ვერ არკვევს იმას თუ როგორ ხარობს მაშინ იგი კეთილთა გამო, ხო არის ხოლმე ჩვენ ვიძახით ხოლმე რომ აი კეთილთა გამო ხარობს უფალი, როდესაც სიკეთე აქვს ადამიანს ხარობს უფალი და როგორ განელტვის უკეთურს, უკეთურს კიდე როგორ განელტვის, რა ხდება თუ ღმერთი უცვალებელია, მაშინ ამ უცვალებულობის გამო კეთილის გამო როგორ უხარია კეთილის გამო და უკეთურის გამო უკეთურს კიდე რატო განელტვის. როგორ ურისხდება შემცოდეებს, ხო ესე ვიძახით ხოლმე რომ ღმერთი განრისხდა შემცოდე ადამიანებზე, როგორ ურისხდება შემცოდეებს, და მსახურებული როგორ ხდება მოწყალე. მე ვიღაცის მიმართ მოწყალია, ვიღაცას ურისხდება და ვიღაცის მიმართ არის მოწყალე. და ეხლა იძახის, ხო? ეს ხო თქვით რომ ჩვენ ვიძახით ხოლმე ესე, ჩვენი ლექსიკონია, ხო? ცოდვილებს ღმერთი მოკლედ სჯის, იმას მოკლედ ადამიანებს რომელიც კეთილად სახურებენ იმათ ისე იგი სიხარულს ანიჭებს, თითქოს ერთის მხრივ ვიძახით რომ ღმერთი თითქოს უცვალებელია, მაგრამ ამავე დროს ჩვენს საუბარში თავისთავად გვაუყურებთ ამ სწავლებას, გამოდის რომ ღმერთი ერთს ვინც კეთილად იქცევა იმის მიმართ კეთილად არის განწყობილი და შემცოდების მიმართ უკეთურთა მიმართ ისე იგი განელტვის, ხო? ეს ხო უნდა ხო არის ესეთი, ჩვენ ხო ამაზე უნდა ვიცოდეთ, ხო უნდა ვიცოდეთ ეს რაღაცა როგორ არის, ხო? ჩვენ ლექსიკონშია ხოლმე, როგორ არის, მაგალითად საკუთარი თავის ახმარობინდა რომ მე რო შევცოდე, ხო ეხლა რა ხდება, უფალი განრისხებულია ჩემზე, უფალი ეხლა მტრობს მე, ხო ადამიანი ხო ამას განიცდი, ბოროტი სული ამას განგაცდევინებს რომ ეხლა უფალი გაბრაზებულია ჩემზე და განრისხებულია, ხო? მაგრამ როდესაც კარგად ვიქცევი თითქოს და ცნებას აღვასრულებ, ხო? ადამიანი დაიწყებს რომ ეხლა ღმერთი ჩემთან არის და ღმერთი ჩემს გვერდით არის და წეღარეებით ჩამოვთვალე მე გაგვახსენდება ეს მუხლი, რომელზეც მე ჩვენ საუბარი მოგვიწევს სხვადასხვა საუბრებში და გამოდის რომ ადამიანი საკუთარ თავზე როდესაც და მე სხვაზეც ესე ვფიქრობთ ხოლმე. რაც ამს ადამიანი არასწორად იქცევა, ღმერთი მაგას დასჯის, ღმერთი სჯის მაგას, ღმერთი გაუწყრება, ღმერთი ხშირად წყევლასაც იგონებენ ადამიანი, ღმერთი დაწყევლის მაგას და ასე შემდეგ. და მეორე შემთხვევაში თუ კი ადამიანი კარგად იქცევა და ჩვენთვის სათნოთ იქცევა, ღმერთი გაახარებს ამ ადამიანს და ღმერთი მოკლედ შეიწყალებს ადამიანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ეს რაღაცა, რომ ღმერთი თუ უცვალებელია, ამავე დროს როგორ გაიცვლება ერთი ადამიანის მიმართ, ერთ ადამიანს რატო უწყრება და მეორე ადამიანს რატომ ისე იგი სიკეთეს უკეთებს, ხო? ერთი ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, მეორე ადამიანის მიმართ რაღაცა ესე მრისხანებს, ხო? თუ უცვალებელია, ეს ხო გასარკვევი გვაქვს, ხო? იმიტომ რომ სხვაზე დავანებოთ თავი, უბრალოდ ჩვენზე რო ავიღოთ, რომ ჩვენ რო ვცოდავთ, როგორ გავიგოთ, უფალი ეხლა ჩვენთან რა დამოკიდებულებაში არის. ასე რომ გავაგრძელოთ ეხლა საუბარი და ამაზე უკვე მივხვდებით რაც გმართებს. ნახეთ, გმართებს თქვა, რომ ღმერთი არც განიხარებს, არც მრისხანდება, რადგან სიხარულიც და მწუხარებაც ვნება.
აი თავში ნახეთ ხო ღმერთი უვნებოა შეუძლებელი ღმერთს სიხარულიც და წუხარებაც ეს ვნება არის ადამიანის ვნება არ უნდა წარმოიდგინოთ რომ ვნებები არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ხო დამაზიანებელი მასში არ არის ვნება ეს ნიშნავს გზნობა ემოციას ესე რომ ვთქვათ გზნობა ემოციას მაგრამ რა თქმა უნდა იმ გზნობა და ემოციაში ადამიანი შეიძლება სწორად ნახე უხაროდეს სიხარულიც სწორად კონდეს მაგრამ ამავე დროს მრისხანებდეს კიდეც სწორად ნახე და სიძახის მაქსიმი ამხსარებელი რომ ვნება საზიანო ვნება რა არის როდესაც ადამიანს აზიანებს ვნება როდესაცო ადამიანს აქვს ადამიანი როდესაც არის მდგომარეობაში როდესაც გაუაზრებელი სიყვარული და უმისამართო სიძულვილი როდესაც ადამიანს გააზრებული არ აქვს სიყვარული რა უყვარს და რა არა და სიძულვილი უმისამართოა რომ ძულვარება გულში და ყველაფერი ძულს თორე ცოდვა უნდა გძულდეს ადამიანს და რა თქმა უნდა სიყვარული უნდა გქონდეს არა ცოდვისა არამედ სათნოებისა სიყვარული უნდა გქონდეს ღმერთისა და არა მისი მოწინააღმდეგისა აი რისხანებითი ნაწილი ადამიანში არის ვნებითი ნაწილი ადამიანში არის ამიტომ ესენიო არის ვნებები ამიტომ ეს რაღაცა ღმერთში არ არსებობს ღმერთში რადგან სიხარული ღმერთი არც განრისხდება არც განიხარებს რადგან სიხარულის და მწუხარებაც ვნებაა ნახეთ მერე არც თუ ძღვენთაგან იმსახურება იგი ძღვენის შემწირვას ესე რომ ვთქვათ ხო ხშირად არის ხოლმე ჩვენ რომ ძღვენს მივართმევთ ვიღაცა ისე იგი სანთლეს დაანთებს ტაძარში და ძღვენს მიართმევს ღმერთს ვიღაცა საკლავს დაკლავს თავისთავად და ამითი ცდილობს რომ ღმერთის კეთილგანწყობა დაიმსახუროს ან ცოდვა როდესაც აქვს ღმერთი რაღაცნაირად ესე იგი მრისხანებისგან ესე იგი მოდრიკოს მრისხანებისგან და მის მიმართ კეთილგანწყობილი გახადოს და აი ნახეთ არც თუ ძღვენთაგან იმსახურება იგი რადგან მაშინ სიამეთ მოყვარეობით უნდა ყოფილიყო ძლეული როგორც ჩვენ ვართ სიამეთ მოყვარები ასევე მოყვარეები ასევე ღმერთიც უნდა ყოფილიყო სიამეთ მოყვარე არ შეიძლება რომ ადამიანურ საქმეთა კვალობაზე კარგად ან ცუდად იყოს ღმრთაება ადამიანური ესე რომ ვთქვათ საქმეთა კვალობაზე ჩვენი საქმეების გამო ჩვენი ჩადენილი კეთილი თუ ჩვენი ჩადენილი არასწორი საქმეების გამო არ შეიძლება კარგად ან ცუდად იყოს ღვთაება არ შეიძლება ღვთაება ღმერთი ხან კარგად იყოს და ხან ცუდად იყოს იმიტომ რომ ეს ყველაფერი გზნობებია ვნებებია რომელიც ღმერთში თავისთავად არ არის არამედ კეთილია იგი და მხოლოდღა სასარგებლოს მოქმედებს ნახეთ კეთილია ღვთაება ღმერთი კეთილია და მხოლოდღა სასარგებლოს მოქმედებს ზღვევა ზიანი კი არასოდეს მოაქვს აბა დაუკვირდით ზღვევა და ზიანი არასოდეს მოაქვს დაფიქრდით მაშინ ჩვენ თუ ზღვევა და ზიანი გვაქვს ხოლმე დაზიანება რო გვაქვს ვისი ბრალია ეს ხშირად ვიტყვით ხოლმე ღმერთმა დასაჯა ღმერთმა ასე გაუკეთა აქ რა წერია ზღვევა ზიანი კი არასოდეს მოაქვს მივხვდებით ეხლა რო ჩავიკითხავთ ბოლომდე რა საოცარი რატომ ხდება მაშინ ეს წარმოიდგინეთ ღმერთი მხოლოდ სასარგებლოს მოქმედებს უსარგებლოს არასოდეს არ მოქმედებს ზღვევა და ზიანი კი არასოდეს არ მოაქვს არის რა ყოველთვის ერთი და იგივე უცვალებელი ერთი და იგივე მაშინ როცა ჩვენ თუ კი კეთილნი ვნარჩუნდებით მსგავსების გზით თუ კი ჩვენ კეთილნი ვართ ღმერთის მიმსგავსების გზით რისთვისაც ჩვენ მოწოდებულები ვართ ამიტომ ხატებად ვართ შექმნილი და მსგავსები უნდა გავხდეთ ღმერთისა თუ კი ჩვენ კეთილნი ვნარჩუნდებით მსგავსების გზით ღმერთს შევერთვით ამ დროს ღმერთს შევერთვით ღმერთს უახლოვდებით თუ კი ჩვენ ვემსგავსებით ღმერთს გამომდინარე აქედან ღვთისმადლი მოდის და ღმერთს შევერთვებით მაგრამ თუ ბოროტნი ხდებით მსგავსებისაგან დაკლების გამო ღვთის მსგავსებას თუ მოვაკლდებით და ბოროტნი გავხდებით განვეშორებით ღმერთს ჩვენ თვითონვე განვეშორებით ღმერთს
ვის განვეშორებით სიკეთის წყაროს, ხოლო დღას სარგებლის მომქმედ ღმერთს განვეშორებით. ამიტომ ჩვენ სულიერ ცხოვრებაში სარგებელი არ არის. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ კი ჩვენ ვემსგავსებით ღმერთს, ღვთის მსგავსებისკენ მივდივართ, მაშინ ჩვენ ვნარჩუნდებით შინაგანად და ამიტომ ღმერთი ჩვენთან მოდის და ღვთისმადლი რომ მოდის ადამიანისთვის სიკეთე მოაქვს ამას, მაგრამ როდესაც ადამიანი ბოროტის მსგავსებისკენ მიდის, ანუ ბოროტად იქცევა, მაშინ ის აუცილებლად საკუთარ თავს განაშორებს ღმერთს. ასე რომ სათნოთ მცხოვრებნი შედგომილნი ვართ ღვთისადმი, თუ სათნოთ ცხოვრობთ, ღვთისადმი შედგომილნი ვართ, მაგრამ გაუკეთურებულნი ჩვენს მტრად ვხდით მას. ანუ როდესაც ჩვენ გავუკეთურდებით, ღმერთს განვიცდით როგორც ჩვენს მტერს. ის კი არა გვმტრობს ჩვენ, არამედ ჩვენ განვიცდით მას როგორც მტერს. იმიტომ რომ გაიხსენეთ როგორ არის, როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაგალითად ყველა გამოვლელ მანქანაზე ეშინია. ყველა გამოვლელი, აი გაიხსენეთ დანაშაული და სასჯელი თუ გაქვთ წაკითხული ვინმეს დოსტოევსკის, იქ ზუსტად რასკოლნიკოვი, რომელიც ამ მკვლელობას ჩაიდენს, ამ მკვლელობის ჩამდენი რასკოლნიკოვი ყველა ვინც კი გაიფაჩუნებს და რამეზე ან მას შეხედავს და ან რამეზე საუბრობს, ყველა გონია რომ ყველა მიცის მის შესახებ, ამ მკვლელობის შესახებ და გამომდინარე აქედან სულ ყველასი ეშინია. აქედან გამომდინარე ის ხალხი რასკოლნიკოვს კი არ მტრობს, არც იციან მათ რომ ეს ჩაიდინა, მან თუ ეს ჩაიდინა, მაგრამ განწყობა აქვს ადამიანს ესეთი რომ ღმერთი, ანუ ის ადამიანებმა იციან და ისინი ჩემს მიმართ არაკეთილ განწყობილი, ანუ მტრულად არიან განწყობილი. ასევია ღმერთის შესახებაც. ადამიანი რომელიც ღმერთთან ერთად არის და სათნო ცხოვრობს, ის ღმერთს უახლოვდება და გამომდინარე აქედან შედგომილნი ვართ ღვთისათანა და როდესაც შედგომილნია ადამიანი ღვთისათანა, ღმერთს განიცდის როგორც მის მოკეთეს, მაგრამ გაუკეთურებულნი, როდესაც ჩვენ გავუკეთურდები და ჩვენ იმ მას განვიცდით როგორ, ანუ მტრად ვხდით მას, ანუ ჩვენ მტერი ხდება მერე ღმერთი, იმიტომ რომ ჩვენ მტრობთ მას და გამომდინარე აქედან ჩვენ რო ვიღაცას მტრობთ, თავისთავად განვიცდით რომ ისიც მოკლედ ჩვენი მტერი არის. არათუ ფუჭად განრისხებულს, არამედ შეცოდებათა გამო, ანუ ფუჭად განრისხებულს კი არა რომ უფალი ფუჭად განრისხდა, არამედ ანუ შეცოდებათა გამო. ნახეთ, ხოლო როდესაც არ ვანებებთ ღმერთს, რომ გაბრწყინდეს ჩვენში, ტანჯველ ეშმაკებს შევერთვით მაშინ. აი ნახეთ რა სიძახის. ნახეთ, აი პრობლემა ზუსტად აქ არის. როდესაც ანუ არ ვანებებთ ღმერთს, ანუ როდესაც ღმერთს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ გაბრწყინდეს ჩვენში, ანუ ჩვენში შემოვიდეს და განგვანათლოს და გამგკურნოს და საკუთარი წყლულები შეგვიხვიოს და ესე რომ ვთქვათ, ანუ ჩვენი ჭრილობები დაამუშავოს, სულიერი ჭრილობები დაამუშავოს, მაშინ ისე იგი ტანჯველ ეშმაკებს შევერთვითო. ნახეთ, მაშინ ტანჯველ ეშმაკებს შევერთვით. ამასთან თუ კი ლოცვებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა აღხოცვას პოვებთ, თუ კი დავეცემით, მაგრამ შემდეგ ლოცვით, კეთილი საქმეებით, ანუ ღვთისმცნების აღსრულებით განკურნებას მივიღებთ, ანუ ცოდვათა აღხოცვას პოვებთ, არათუ იმიტომ რომ მსახურებთ რა ღმერთს ვცვლით. ნახეთ, ღმერთს კი არა ვცვლით, თუ კი ჩვენ სწორ ცხოვრებას ვიწყებთ, მცნებების აღსრულებას, ლოცვას და ვიკურნებით ამ სულიერი მისგან, ეს იმიტომ კი არ არის რომ ისე იგი იმიტომ კი არა რომ ღმერთს ავცვლით, ანუ ღმერთი კი არ შეიცვალა ჩვენს მიმართ, არამედ რაჟამს ჩვენი საქმეებითა და ღვთიურობისკენ უკან მიქცევით, ანუ ღვთიურობას როდესაც უკან მივექცევით და შევუდგებით, ისევ ჩვენეულ უკეთურებას განვკურნებთ. იკურნება ამ დროს ჩვენეული უკეთურება, კვლავ მიმღებნი ხვდებით ღვთის სიკეთისა. ანუ განვიკურნებით თუ არა, ღმერთი მოდის, ანუ ვცოდავთ თუ არა, ღმერთი მიდის
და არა იმიტომ მიდის, რომ ის იცვლება, უბრალოდ ჩვენ უშვებთ მას საკუთარი თავიდან. ფაქტობრივად მცოდველი ადამიანი საკუთარი თავიდან განაგდებს ღმერთს. ანუ ღმერთს ეუბნება წადი ჩემგან. როდესაც ვცოდავთ, ჩვენ ღმერთს ვაგდებთ. ღმერთს ვეუბნებით, რომ შენთან ერთად ცხოვრება არ მინდა. და უფალი როგორც ჩვენი თავისუფალი ნების პატივის მცემელნი, რომ ასეთად შეგვქმნა ჩვენ, მიდის მერე ჩვენი ცხოვრებიდან. მაგრამ როდესაც ჩვენ ლოცვას ვიწყებთ, ის იმიტომ კი არ ბრუნდება, რომ შეიცვალა, იმიტომ კი არ წავიდა, რომ განრისხდა ჩვენზე, ან იმიტომ კი არ მოვიდა, რომ ეხლა ისე იგი კეთილგანწყობილი გახდა ჩვენს მიმართ. არ არის ესე. ჩვენივე ცხოვრებიდან გამომდინარე ღმერთს ამიტოვა საოცარი ღვთაება. ნახეთ, ჩვენ ვიღაცა რო გვაწყენინებს, პატიება არ ვიცით, პირობები უნდა მივცეთ, რომ აი მე მოვალ შენთან, მაგრამ თუ ამას იზავ, ან იმას იზავ, ან ამას გააკეთებ, მაგრამ ღმერთი ასე არ არის. ნახე, უფალი ჩვენ რა წამს მას დავუძახებთ გულწრფელად, რა წამს ჩვენ ლოცულობ და ვიცვლები და ისე იგი სათნოებით ცხოვრებას ვადგები და ჩვენ კურნებას ვიწყებთ შინაგანს და ვადგებით ისევ ღვთის მსგავსების გზას, უფალი როგორც იმაშია, ნახეთ, იგავში რო არის. გაიხსენეთ ისე იგი უძღებიშვილის იგავში, გარეთ გამოდის და გვეგებება. რა წამს წავედით, ის დარჩა უბრალოდ, ჩვენ დავტოვეთ უფალი. წავედით უძღებიშვილი და იქ მოკლედ, რა ვიცი, ცოდვაში ჩავიძირეთ, მაგრამ რა წამს გონებას მოვეგეთ და ვთქვით, რომ სახსა მამისა ჩემისასა, ხო? უბრალო ადამიანებს, მუშაკებსაც კი ჩემზე უფრო უკეთესი ცხოვრება აქვთ, ჩემზე უფრო განკურნებულები არიან, მე უნდა დავუბრუნდე მამის სახლს და რა წამს ღვთისსაწინააღმდეგო მოქმედებისა და ისე იგი სიარულის ნაცვლად ბრუნდები და ღვთის სასიკეთო ქმედებებში შემოვდივარ და რა წამს მე ღვთისაკენ ვიწყებ, ისე იგი ისევ სიარულს, მაშინ ღმერთიც მეგებება მე. ამიტომ ღვთაება კი არ იცვლება, ნახეთ, ღვთაება არ იცვლება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ღმერთი არც მრისხანებს და ღმერთი არც მოკლედ, უცვალებელია ის, უვნებო არის ის. ის რა ჩვენ ადამიანებს, ეს ხშირად არის ხოლმე, ხშირად სამღვდელოებაც იყენებს ხოლმე ამას, ჩვენც ვიყენებთ ხოლმე, ღვთის განრისხებას. ბიბლიაშიც ნახავთ ამას, რომ ღმერთი განრისხდა, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, ბიბლია არის დაწერილი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივხვდეთ, ჩვენთვის მისახვედრად არის ეს და არა ის, რომ ღმერთს მივაწეროთ, ჩვენ ყოფა ცხოვრებაზეა. ბიბლია არის ჩვენ როგორ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ღმერთთან დავუბრუნდეთ. მთელი ბიბლია და წმინდა წერილი არის აღწერა იმისა, რომ ადამი, კაცობრივი ბუნება რო დაეცა, რა ისტორია გაიარა კაცობრიობამ უკან დაბრუნებისა. ღმერთი როგორ მოქმედებდა, როგორც უცვალებელი და უვნებო და მუდმივად კეთილი ღმერთი, მუდმივად სათნო ღმერთი, მუდმივად მოწყალე ღმერთი, როგორ მოქმედებდა ადამიანთან მიმართებაში, რომ მუდმივად მზად იყო ის ადამიანი, ვინც ღმერთთან დაბრუნდებოდა, ის როგორც უძღებიშვილის მსგავსად უკან მიეღო და მისთვის სათნო ცხოვრება და მისთვის მადლი ერგუნებინა და მიენიჭებინა, მაგრამ ამავე დროს თუ კი ადამიანი ისე იგი განშორებული ხდებოდა ღმერთისაგან, ის საკუთარ თავზე სასჯელს მოიწევდა და სასჯელს მოიწევდა არა იმის გამო, რომ ღმერთი სჯიდა მას, არამედ იმის გამო, რომ თვითონ დაადგა ბოროტის სულის გზას, ესე რომ ვთქვათ, მსგავსება, რისთვისაც მოწოდებული იყო ღმერთის მსგავსებისკენ კი არ წავიდა, არამედ ეშმაკის მსგავსებისკენ წავიდა და გამომდინარე აქედან მიადგა მას ისიც, ღმერთი უკვე მან განიცადა როგორც თვითონვე თავის ცნობიერებაში, განიცადა ღმერთი როგორც განმსჯელი, ღმერთი სჯის, ღმერთი ტკივილს აყენებს მას, ღმერთი გაბრაზებულია მასზე, ღმერთი ნაწყენია მასზე და ასე შემდეგ. ეს არის ადამიანური განცდები, ჩვენ გვეუფლება ეს განცდები, როდესაც ჩვენ ცოდვას ჩავდივართ. და არავითარ შემთხვევაში ეს განცდები, რომელიც ჩვენ გვეუფლება, არ უნდა გადავიტანოთ ღმერთზე. ადამიანური განცდები ღმერთზე არასოდეს არ უნდა გადავიტანოთ ჩვენ. ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველამ. ღვთაება
არის უცვალებელი, როგორათაც მოკლედ ანტონი დიდი საუბრობს ამას. ამიტომ აი ბოლოსკე რო წავიდეთ უკვე და ეს ბოლო ნაწილი ჩავიკითხოთ, ამრიგად თქმა იმისა, რომ ღმერთი განელტვის უკეთურს, ანუ განელტვის ნიშნავს, რომ ცილდება უკეთურს, ანუ ისე იგი მიდის უკეთურისგან და გარბის უკეთურისგან და იმიტომ რომ ეს უკეთურია და თვითონ მიდის, არა, მსგავსია იმის თქმისა და უკვირდით რას იძახის, რომ მზე ემალება მხედველობას მოკლებულთ. ანუ მზე ხო არ ემალება მხედველობათ მოკლებულს, ხო? მხედველობა აკლია თვითონ ადამიანს, ამიტომ მზეს ვერ ხედავს. შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ მე ეხლა მზეს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან თუ კი ეს ამ ადამიანს თვითონ აკლია თვალთ, ან თუ კი ადამიანი სარდაფშია ჩასული. ხო შეუძლებელია ღმერთი ანუ მზე დაინახოს, ხო? რატო? იმიტომ რომ საკუთარი თავი დააყენა უმზეობის მდგომარეობაში. გამომდინარე აქედან აი ანტონი დიდი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ამრიგად თქმა იმისა, რომ ღმერთი ანუ მიდის და განელტვის ცოდვილ ადამიანს და გარბის ცოდვილი ადამიანისგან, მსგავს იმას, რომ მსგავსია იმის ხმისა, რომ მზე ემალება მხედველობას მოკლებულ ადამიანს. რა თქმა უნდა, მხედველობას მოკლებულ ადამიანს მზე არ ემალება თვითონ, ანუ ადამიანია თვითონ მზესთან ურთიერთობის განწყობის არა მზესთან ურთიერთობის არჩევნის გამკეთებელი, როგორი ურთიერთობოს მზესთან. თუ კი მზის ყურება უნდა, ის აუცილებლად დაინახავს მას და მზე არასოდეს არ ეთქვის მას უარს, რომ ნუ მიყურებო, მაგრამ ნახეთ, როდესაც ადამიანი დაუცველი, ანუ ესე რომ ვთქვათ, აი არასწორად უყურებ მზეს, ის მზეს როგორ განიცდი მაშინ? გახსოვთ, თვალებს გწვავს. ანუ თვალებს გწვავს. მაგალითად ცეცხლი, როდესაც ადამიანი უახლოვდებით ცეცხლს ძალიან ახლოს, ხო გწვავს ის. მაგალითად ცეცხლმა შეიძლება თიხა გაამაგროს და კეთილი მიანიჭოს მას. იგივე ცეცხლმა შეიძლება ცვილი საერთოდ დაადნოს და დააქციოს. ამიტომ განა ცეცხლის პრობლემაა ეს, არამედ თვითონ იმ მასალის პრობლემაა, რისგან არის შემდგარი. თიხა თავისთავად მაგრდება, მაგრამ ცეცხლი თავისთავად, ანუ ცეცხლი ესე რომ ვთქვათ, ალღობს უკვე თვითონ ცვილს. ნახეთ, აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ცეცხლი, აი ჯოჯოხეთის ცეცხლს რო იძახიან ხოლმე ადამიანები, ხო? ეს ცეცხლი არის როგორც ნათელი. ერთი და იგივე ნათელი, ანუ ღვთისგან მომდინარე ნათელი. ჯოჯოხეთში, ანუ სულიერად სნეულებაში და ცოდვაში მყოფი, ვნებებში მყოფი ადამიანებისთვის იქნება დამწველი, მაგრამ ეს სინათლე სამოთხეში მყოფი ადამიანებისთვის, ანუ შინაგანად განწმენდილი ადამიანებისთვის იქნება სინათლე, იქნება ბრწყინვალება. ერთი და იგივე ნათელი არის ეს. ანუ ღმერთს სხვადასხვა ნათელი კი არა აქვს. და ანუ ჯოჯოხეთს კი არ წვავს სხვა რაღაცით და აქეთ მოკლედ, ანუ სხვადასხვა ნივთიერება კი არ არის, არა. ერთნაირი ნათელი გამოდის. აი იკონოგრაფია არის ესეთი, თუ ვინმე მოიძიებთ ინტერნეტში, მე მოვიძიებ და განახებ თუ შევძლებთ მოკლედ ამას და როგორ არის იცით, ანუ უფალი ზის იმაზე, ესე რომ ვთქვათ, ესე იგი საყდარზე არის, აღსაყდრებული არის და მისი სახიდან, მისი არსებიდან, ესე რომ ვთქვათ, ანუ მისი იმიდან გამოდის ნათელი და ამ ნათლით ნათლდებიან ზემოთ დგანან, ისე იგი სამოთხეში მყოფი ადამიანები და მთლიანად ბრწყინდებიან და ნათდებიან და იგივე ნათლიდან, აი იმის საყდრის ქვემოდან, ესე რომ ვთქვათ, იგივე ნათელი გამოდის და ის ნათელი, ის იგივე გამოსული ნათელი ცეცხლად ექცევათ იმ ადამიანებს, ვინ ჯოჯოხეთში არიან. ანუ ერთი და იგივე ნათელი ერთ ადამიანებს, ანუ ჯოჯოხეთში მყოფ, ანუ ცოდვაში მყოფ ადამიანებს წვავს, იგივე ნათელი ანათლებს და ასინათლებს, ესე რომ ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც სამოთხისეულ მდგომარეობას ატარებენ საკუთარ გულში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ღვთაების ანუ ღმერთის ჩვენდამი დამოკიდებულება, რომ ღმერთი მუდმივად მზად არის, ღმერთი არის მოწყალე, ღმერთი არის, ესე ვთქვათ, აი ღმერთს თუ შეიძლება უწოდო ისე, ხო ვიძახით ხოლმე, აი სიყვარული არის ღმერთი, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე მთავარი ბიბლიური სახელი
ღმერთისა ეს არის წყალობა. ანუ ღმერთი არის წყალობა. ის სიყვარულის წყალობასთან ერთად არის. ანუ ეს არის საოცარი, ანუ წყალობა არის ღმერთის სახელი, ბიბლიური ერთ-ერთი სახელი არის წყალობა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას აღვიქვამდეთ სწორად. რომ ჩვენ რა წამს ხშირად არის ხოლმე რომ ცოდავს ადამიანი ხო ამ თავისი არასწორი დამოკიდებულებით ღმერთთან გამომდინარე იქიდან რომ ადამიანისადმი აქვს ესეთი დამოკიდებულება რომ მე თუ ვინმე მაწყენინა ნახეთ მე თუ ვინმე მაწყენინა ძალიან რთულად პატიობ ადამიანს ხო ანუ მე თუ ვინმეს ვაწყენინე ისიც რთულად მპატიობს მე და ამიტომ ესეთი კულტურა ანუ ფიქრისა აზროვნების ესეთი კულტურა ხშირად ადამიანს გადააქვს უკვე ღვთაებაზე და ამიტომ გამომდინარე აქედან როდესაც საკუთარ თავზე ასე აღიქვავს რომ მე როდესაც ცუდად ვიქცევ ისე იგი ღმერთი გაბრაზებულია ჩემზე და განრისხებულია ჩემზე და მე თუ კარგად ვიქცევ ისე იგი ღმერთი კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ და ღმერთს ისე იგი უხარია ჩემთან ერთად აი ეს განცდები ეს არის ჩემი განცდები ეს ადამიანური განცდები არის რა თქმა უნდა სიხარულიც მე მაქვს ისე იგი და მწუხარებაც მე მაქვს ისე იგი სასჯელის შიშიც მე მაქვს და პირიქით შეწყალების იმედიც მე მაქვს ეს ადამიანის განცდებია იგივენაირ ღმერთი ერთნაირად მოქმედებს ღმერთი ერთნაირად მოდის ადამიანთან მაგრამ ვინ როგორ განიცდის ღმერთის მიახლებას აი მე ესე ვიტყვი ხოლმე რომ ღმერთს ხშირად აქვს სიყვარულის შოლტი და რა არის სიყვარულის შოლტი იცი აი ნახეთ თუ მართლა სულიერად ცხოვრობს ადამიანი ხო როდესაც სოდავს აი განცდა გაქვს როგორ იცი ეგეთიც უყვარ ხარ ღმერთს რა და ეს იმას კი არ გაძლევს სულიერად სწორად ცხოვრება ადამიანს იმას კი მაინც უყვარ ვარ ღმერთსა ამას კი არ გაძლევს ადამიანს არამედ აი სირცხვილის განცდა მოდის აი რაღაცა იწვევი ადამიანის შინაგანად რა აი რა ხშირად ყოფილა აი ადამიანურ მომენტს განვიხილავთ რომ ვიღაცას რომ რაღაცას ძალიან დაუშავებ და ის ადამიანი უპირობოდ რო პატიობს და რო გეტყვის აი არაუშავს რაღაც აი იწვევი ადამიანი ამ პატიებით იწვევი აი ამ სიყვარულით იწვევი ესეთი სიყვარული სატანა არა აქვს ადამიანს ურჩევნია მაგას რომ სასჯელი მომეცი დამსაჯე გეხვეწები ანუ ხშირად არის ადამიანმა რამე შემამთხვია ანუ სამაგიერო გადამიხადე რომ მე დამშვიდებული ვიყო და უფალი შურის მაძიებელი არ არის და აი ეს კლავს ადამიანს სწორად სულიერად ცხოვრება ადამიანს ეს კლავს იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს კაცობრიობამ რასაკეთებს ის ჯვრიდან ლოცულობს და იძახის მიუტევე უფალო ამე თუ არ აიციან რასა იქმან ესენი აი ეს სიყვარული კლავს კაცობრიობას ეს სიყვარულია რომელიც აი ჯოჯოხეთად ექცევა ადამიანს ეს სიყვარულია რომელიც აი როგორ გითხრათ იცით აი რაღაც ეს ვერ აპატიეს ქრისტეს ეს ვერ აპატიეს ეს უპირობო სიყვარული ვერ აპატიეს ყველა სიყვარული ცოდვილებთან სადილობდა ხო გახსოვთ რა სიძახის რომ რატომ სვავს თქვენი მოძღვარი მეზვერეებთან და ცოდვილებთან და მემრუშეთათანაო გახსოვთ მაგრამ ასიძახის სნეულებს უნდა მკურნალი და არა ჯამრთელებს ხო სნეულე არა მოვეწოდებად მართალთა არამედ ცოდვილთა სინანულად ამიტომ უფლის აი ეს ადამიანური გაგება რომ ისე იგი აი ჩვენ მართლები ვართ და ჩვენთან უნდა იყვე და იმათთან არ უნდა იყვე აი ეს აგიჟებს ადამიანს ანუ და მით უმეტეს რომ იცოდეთ აი მორწმუნე ადამიანს ვინც სწორად ცხოვრობს თითქოს აი ამას განვიხილავთ მე ეხაც ხო თქვით რომ ადამიანს ერთ-ერთი საუბარი გვექნება როცა ადამიანს გონია რომ სათნო ცხოვრობს თვითონ რატომ არის ეს კიდე ცოდვა და ხშირად არის ადამიანი რომელიც სათნო ცხოვრობს ესე მიიკერძოვებს ხოლმე ღმერთს საკუთარ იმად განხდის ხოლმე ღმერთს და ანუ ნახეთ ჩემთან არის ღმერთი და ვიღაცასთან არ არის ის ცოდვა ჩაიდინა იმასთან ღმერთი არ არის შენ რა იცი რომ ის ადამიანი იმიტომ არ წააქცია ღმერთმა რომ შემდეგ წამოაყენოს და ისე წამოაყენოს რომ შენზე უწინ დააყენოს ის გაიხსენეთ როდესაც ისე იგი იგავი არის სახარებაში როდესაც უფალი დაიქირავებს მუშაკებს გაიხსენეთ როგორ ხდება ეს დაქირავებული მუშაკები ანუ პირველ ჟამს გავიდა მესამე ჟამს გავიდა მეექვსე ჟამს გავიდა მეცხრე ჟამს გავიდა და
მე-11 ჟამის მუშაკებსაც კი მე-11 ჟამი ნიშნავს, რომ მხოლოდ 1 საათი იმუშავეს, მაგრამ იმათ, ვინც თავიდანვე დაიწყეს მუშაობა, როცა დაიბარა, რომ უნდა მიეცა ყველასთვის გადაეხადა, ყველას მისცა თანაბრად. და რა თქვეს იქ პირველები ვინც იყვნენ, ვინც ყველაზე მეტი იშრომა, რა თქვეს? განაო, ჩვენცაო, იმიტომ რომ ნახეთ იქ იგავში როგორ არის მე-11 ჟამიდან დაიწყო. მე-11 ჟამს მისცა, მე-9 ჟამს მისცა, მე-6 ჟამს მისცა, მე-3 ჟამს და დასაბამში ვინც იყვნენ, იმათ ეგონათო რომ ეხლა ჩვენო უფრო მეც მოგცემსო, იმიტომ რომ ისე იგი ჩვენ, ისე იგი უფრო მეტი სამუშაო გავწიეთო და უფალმა რაქნა იმათაც მისცა იგივე და ამათმა დურტვინვა დაიწყეს, როგორო კაცო, ჩვენც იგივეს გვაძლევო, რომელთაცო მთელი ამ დღის სიცხეო თავზე ავიღეთო და იმათაც იგივეს აძლევო და რას ეუნება უფალი? მოყვასო, განა შენ რაზეც მოგირიგდი, ის არ მოგეციო? დაგაკელი რამეო? არ დაგაკელი, მაგრამ მე ვარო ამ ფულის პატრონი და მე ვისაც მინდა რამდენს მიცემო, ამიტომ მაგრამო შენი თვალიო ბოროტი არისო. ნახეთ, მუშაკი ადამიანი, იმუშაკა ადამიანმა ღმერთს ემსახურა, ეს ღვთისმსახურება არის. ყველა ჟამისა ესა ღვთისმსახურებაა. უნდა წარმოვიდგინოთ მორწმუნე ადამიანები და იმან მოკლედ მთელი იშრომა ღმერთს ემსახურა. მაგრამ ნახეთ ბოლოში რა თქვა? მიიღო ის, რაზეც იმსახურა, ის მიიღო ღმერთისაგან. ნახეთ, მიიღო მან, განა არ მიიღო ის, რაც ღმერთი დაპირდა მას, მაგრამ ნახეთ, განიკითხა უკვე და თქვა, რომ განა იმას და ჩვენო ერთნაირად უნდა მოგცეო და უფალი რას ეუბნება, განა შენ რაც დაკვირდი მე, ის არ მოგეციო შენო, მაგრამ შენიო თვალიო ბოროტი არისო. აი, მუშაკი ადამიანი შეიძლება ბოროტი იყოს. ადამიანი შეიძლება ხარისხში იყოს, გინდა მდელმთავარი იყოს, მღვდელი იყოს, მონაზონი იყოს, დიაკონი იყოს, მონაზონი იყოს. უამრავი შეიძლება სხვადასხვა, ისე იგი გარეგნულად, ნახეთ, გარეგნულად შეიძლება იდეალურად მსახურებდეს. ანუ სწორი ისინი კონდეს, თითქოს აზრები კონდეს, ის კონდეს, ეს კონდეს, მაგრამ გულში ატარებდეს აი ამ მდგომარეობას, აი ამ იგავის მდგომარეობას, როდესაც პირველი ჟამის მუშაკების მდგომარეობას, რომელთაც თითქოს აკეთებენ ბევრ საქმეს, იქ ტაძრები ავაშენე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე, ბევრი რაღაცები გავაკეთე, მაგრამ უფალი ეუბნება ასეთ ადამიანს, რომ შენი თვალი ბოროტი არის. აგერ ნახეთ როგორ არის, ანუ თურმე მხოლოდ ის კი არ არის საკმარისი, რომ შენ იმუშაკე და საქმე გააკეთე. ამის სწორად მიღება და შერგება უნდა იცოდე. ანუ ღმერთი რომ მოწყალია და წყალობა არის და მას ვისაც უნდა შეიწყალოს, თვითონ იძახის შეწყალე მე ვარო მოწყალე და შემწყალებელიო და შევიწყალო რომელიც შევიწყალო და შევიწყნარო რომელიც შევიწყნარო. მე ვარო უფალი და ღმერთიო. ძანებს წმინდა წერილი. ამიტომ მისია შეწყალება, მისია მოწყალება. ის არის გამგე ყოველივესი, მაგრამ თავარი არის ერთი. შეწყალებაც და მოწყალებაც და შეწყნარებაც ეს არის, თქვათ, ეს არის რომ ღმერთი განაიცვლება ვინმეს მიმართ. ღმერთი არის მოწყალე და აი მუშაკები ვინც იყვნენ, აი ამ რომელი იგავიც მოვიყვანეთ, ამ მუშაკებიდან მათი გულის მიხედვით მისცა ღმერთმა ყველას. მათი გულის მიხედვით მისცა ყველას. მაგრამ ერთ საწყინა, ესე რომ ვთქვათ, ერთს აწყინა აი ამ მოწყალებამ, მაგრამ დანარჩენებს არ აწყინა. ნახეთ, თითქოს ყველაზე მეტად მუშაკს იმას აწყინა. ნახეთ, როცა მისცა აწყინა იმას, ისე იგი ჩავარდა დურტვიმაში, მაგრამ უფალი ყველას ეძახის. 10 კეთროვანს რო დაუძახა, განა უფალმა არ იცოდა რომ იმათიდან 9 არ დაბრუნდებოდა და არ შეეძლო მარტო ის განეკურნა, ვინც მოვიდოდა, მაგრამ რა უთხრა? ხო, ყველა განკურნა. ანუ იმიტომ რომ მადლი მისცა, კურნება გინდათ, განკურნა ეს ადამიანები, მაგრამ ვინ შეირგო ეს კურნება? ვინ მიიღო ეს მადლი თავიდან ბოლომდე? ვინ მიიღო? ერთმა. ის 9 წავიდნენ და მოკლედ ისე იგი, მადლობის სათქმელათაც არ მოვიდნენ, მაგრამ ერთი მოვიდაო, ის ერთი და ისიცო უცხო ტომელიო, ის სამარიტელი იყო ერთი, რომელიც ისე იგი, ამიტომ ყველას მისცა, უფალი მოწყალია. ღმერთი მადლს უშურველად იძლევა. ანუ სამყაროში მადლი უშურველად გარდამოდის, მაგრამ ვიღაცა არის დამტევი ამისი და ვიღაცა არ არის. აი ხლა ბოლო ნაწილსღა ისე იგი გეტყვით
და დავასრულოთ ამითი, ხო? ანუ ნახეთ როგორ არის ღვთის მადლი როგორ მოქმედებს, ხო? უფალი იძახის თვითონაც, ანუ სახარებაში, რომ გახსოვთ მზე ამოდის ბოროტებზეც და კეთილებზეც, აწვიმს უკეთურებს და ისე იგი მართლებსაც, ხო? მართლებსაც, უკეთურებსაც აწვდის და ანუ უცოდველებსაც აწვდის. ანუ აწვიმს ესე რომ ვთქვათ. ანუ ღვთის მადლი ჭარბად გარდამოდის, მაგრამ ზოგი მიმღებია, ზოგი არ არის მიმღები და აი ნახეთ რა შეგიდაროთ, აი როგორ შევადაროთ, იცით? ჩვენთვის რო გასაგები იყოს. რომ აი მაგნიტი აიღეთ, გახსოვთ აი მაგნიტი ხო ბავშვობაში ხო გითამაშიათ ან დღესაც ახლა ხო ნახულობთ აი მაგნიტი რო არის და აი წარმოიდგინეთ ახლა აი თქვენ წინ მაგიდაზე დაყარეთ სხვადასხვა რკინის ნაფხვენები. აი სხვადასხვა ხო იქ ალუმინის, სპილენძი რაც არის, აი ყველანაირი ესე რომ ვთქვათ, ყველანაირი რკინის ისე იგი ნაფხვენები. შემდეგ ეს მაგნიტი აიღეთ და ეს აი აქ ყრია წარმოიდგინეთ ნაფხვენები და ეს მაგნიტი გადაატარეთ ზემოდან გადაატარეთ, ხო? ნახეთ, რაღაცები აეწებება, რაღაცები მიეკრობა ამ მაგნიტს და რაღაცები ქვემოთ დარჩება. აი ესია მადლი. ანუ ვისშიც არის, ანუ ადამიანში თუ არის ის საღმრთო, რითიც ის შეიძლება ამ მადლის მოქმედებას გამოეხმაუროს, გახსოვთ წინაზე გქონდა რომ ვისაც სულიერი მსახურება შეუძლია, ვისაც სულიერი მსახურების უნარი აქვს, ის აუცილებლად მისი სული, მისი გონითი ნაწილი, ანუ მისი სული და საღვთო მადლი, ენერგია აუცილებლად ერთმანეთს შეერწყმება და აუცილებლად აი როგორც მაგნიტი და ეს რკინის ნაფხვენი ერთმანეთს მიეწებებიან, ასევე ეწებება, ანუ იწებებს ადამიანი საღვთო მადლს და ღმერთი და ადამიანის შეერთება ხდება და ამას ჩვენ ვიძახით, ხო გახსოვთ განვრთობას და შემდეგ ადამიანისა და ღმერთის ანუ უკვე მოქმედებას, ანუ ამ ღმერთკაცობრივ მოქმედებას უკვე ადამიანში, უკვე ჩვენ ვეძახით სინერგიას, რომელიც უკვე არის აი სათნოებითი მსახურება და ღვთისმცნების მიხედვით სიკეთისა და ესე რომ ვთქვათ, სიყვარულის გავრცელება უკვე გარშემო ადამიანებთან, ისე იგი ადამიანთა შორის. ამიტომ აი უნდა ვიცოდეთ დასკვნის სახით ვაჯერებთ, ხო? შემდეგი საუბრები რაც გვექნება, ეს საუბარი დაუდეთ საფუძვლად, რომ ღმერთი არის უცვალებელი და ყველაფერი რაც კი ხდება ღმერთსა და ადამიანს შორის, ეს არის ადამიანის ბრალი. ანტონი დიდმა გვითხრა, როცა ღვთის ხატები როდესაც ვართ, ღვთის მსგავსებისკენ მივდივართ, ღმერთს ვემსგავსებით და ღმერთს ვხვდებით და თუ კი ადამიანი ანუ ღვთის მსგავსებას კი არა, ცოდვას ჩადის და ისე იგი ვნებებს არის აყობილილი, მიდის აუცილებლად, ისე იგი ემსგავსება, ისე იგი მიდის ბოროტების გზაზე, ეშმაკის გზაზე, დემონურ გზაზე მიდის და გამომდინარე აქედან ის ემსგავსება უკვე, ანუ მსგავსებაც მისი არის ბოროტების მიმართ. ანუ უფალი უცვალებელია და ღვთის მადლი იძლევა, ანუ არ შეიძლება რაიმე ვნებები, არ შეიძლება რაღაცა ისე იგი, ანუ ესე ვთქვათ, ცვალებადობა შევიტანოთ ღმერთის, ანუ ან გაწყრომა, ან ასე რომ ვთქვათ, რაღაცა ისე იგი კეთილგანწყობა, ან შეწყალება ვინმესი, ანუ მოწყალების მოქმედება ერთის მიმართ და მეორეს მიმართ მკაცრი მოქმედება, ან დასჯა, ესე რომ ვთქვათ, არა. ეს არის ადამიანის მდგომარეობა. ანუ სახარებაში, სადაც თქვენ წაიკითხავთ, რომ უფალმა, ანუ გულის წყრომა, ანუ უფალმა გამოავლინა რაღაც წყრომა, რაღაც ყოველთვის იცოდეთ. უფალი, როდესაც მოქმედებს ამ გულის წყრომით, ეს არის იმ ადამიანების მდგომარეობის წარმოსაჩენად, რომელთა მდგომარეობაც არის იმ დროს. ანუ ისინი ისე იქცევიან, რომ მათთვის უფლის მოქმედება აუცილებლად არის დამსჯელი, მათთვის ეს მოქმედება არის, აი გახსოვთ მათრახი რო შექმნაო და მათრახით რო შევიდა და ესე იგი დაამხო ის ტაძრის ეზოში, მოკლედ მოვაჭრები და ისინი რომ გამოდევნა იქიდან, რა თქვა, სახლი მამისა ჩემისა, სახლის ალოცველიას და თქვენ გიყოფიეს ისე იგი ქვაბი ავაზაკთა ქვაბათო, ავაზაკთა ბუნაგად გადაგიქცევიათო. აი ნახეთ როგორ არის იმ ავაზაკობა ამხილა უფალმა. ანუ იმათ წარმოგვიჩინა, რომ ეს არის ავაზაკური მდგომარეობა. ეს არის არასწორი მდგომარეობა, მასი მოქმედება, ანუ ღვთის სინათლე, როდესაც ისე იგი ოთახში ბნელა არ ჩანს იქ არაფერი. როდესაც ოთახში ბნელა ჩვენ ვერ ვამჩნევთ ვინ სად როგორ დგას და რას აკეთებს.
ანუ ამას, მაგრამ ღვთის სინათლე როდესაც შემოდის, ამ დროს ყველაფერს თავის სახელი ერქმევა. აგერ ეს აქ არის, ეს აქ არის, ეს აქ არის. ასევე ადამიანის შინაგანში, როდესაც ღმერთის სინათლე არ არის, როდესაც მადლი არ არის, ადამიანი საკუთარ ანუ შინაგანი სიბნელი აქვს და ადამიანი საკუთარ თავს ვერ ხედავს. ანუ თვითონ არქმევს იქ რაღაცას, აი როგორ გითხრათ, ესე დაიარება, ესე ახალდაბადებული კატას კნუტივით, რომელიც ვერ ხედავს საერთოდ და ხან იქ მიედება, გახსოვთ როგორ არის, ხან იქ მიეჯახება, ხან აქ მიეჯახება, საერთოდ ვერ ერკვევა, ანუ დეზორიენტირებულია ადამიანი, მცოდველი ადამიანი, მაგრამ როდესაც ის დაადგება გზას, სადაც ღვთის სინათლე მოდის, გამომდინარე აქედან უკვე მისი ცოდვები გიან. გახსოვთ მაცხოვარი ძაღლის, ხო? უკვე თუ არა მოვედი და გეტყოდი თქვენ, ცოდვა არ გქონდათო, მაგრამ ახლა მოვედი და გითხარი და ცოდვანი თქვენი გიან. გამომდინარე აქედან ღვთის სინათლე როდესაც შემოდის, საღვთო ჭეშმარიტება როდესაც შემოდის, საღვთო მადლი როდესაც შემოდის, იქ თავის ადგილას ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და გამომდინარე აქედან, როდესაც მე მეგონა საკუთარი თავი, რომ კარგი ადამიანი ვიყავი, ცოდვებს არ ჩავდიოდი, მოკლედ რაღაცა ღმერთი თითქოს ჩემდა მოწყალე იყო ჩემს მიმართ, ანუ წარმოვსახავდი ღმერთს, ისე იგი საკუთარი თავის შემწყალობლად და აი ღმერთი ჩემთან არის, აი რა წამს მართლა დავადექი გზას და ღვთის მადლი მოვიდა, დავინახე საკუთარი შინაგანი ჯოჯოხეთი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მაშინ როდესღაც მოწყალე იყო და მე ისე იგი მე ჩემი დასჯა უნდოდა. არა, მე ჩემი მდგომარეობის წარმოსაჩენად არის უფალი. უფლის სინათლე დამანახებს მე საკუთარ თავს. სახარებაშიც ესე არის. წმინდა წერილში, წმინდა მამათა სწავლებაში, ყველგან სადაც შეხვდებით, რომ უფალი ვინმეზე, ანუ უფალი გაწყრება. ეს არის პედაგოგიური ტერმინოლოგია და პედაგოგიური ლექსიკონი, რომელსაც მოძღვრები იყენებენ, მათ შორის იოანე ოქროპირი, მათ შორის დიდი ქადაგებლები და მოძღვრები მართლმადიდებელი ეკლესიისა, ფილოკალიაში წააწყდებით ასეთ რაღაცებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი იცვლება და ღმერთია ცვალებადი, არამედ ეს არის ადამიანის მდგომარეობის წარმოსაჩენი. ანუ ღვთის მადლი მოვიდა და ადამიანმა ასე განიცადა. მე ესე განვიცადე, მათ რახი მომხვდა. მიხვდით, შემიწყალა და მათ რახი მომხვდა. სიყვარულის მათ რახი მომხვდა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ვაიმე ღმერთი ისე იგი რა მოწყალი არის, მაგრამ ამ დროს ცუდად ვარ. ღვთის სიყვარულის გამო თავისთავად ცუდად ვარ, იმიტომ რომ დავინახე საკუთარი უკეთური მდგომარეობა, დავინახე საკუთარი ცოდვიანი მდგომარეობა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემო მეგობრებო, რომ ამის განცდა გქონდეს ჩვენ. და ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, სხვასთან მიმართებაში კი არ უნდა გადავიტანოთ პირველ რიგში, არამედ საკუთარ თავთან მიმართებაში, საკუთარ შინაგანში უნდა ჩავფიქრდეთ. აი ძანებს სულიერი კანონის შესახებ მარკოს მონაზონი, რომელსაც ჩვენ კითხულობთ ხოლმე და გავაგრძელებთ აუცილებლად კიდე მის კითხვას და მის ისე იგი შემეცნებას ღვთის წყალობით, რა თქმა უნდა, ღვთის მოწყალებითა და ღვთის ისე იგი მადლით, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ისე ღმერთი მოგცემს ამის ძალას, აი იქ არის ზუსტად. თუ კი შენო სადმე თუ რამეს ამოიკითხავ, ან წმინდა წერილში, ან მამათა სწავლებაში და პირველი საკუთარ თავთან არ მიიტანო და საკუთარ თავზე არამედ სხვასთან მიმართებაში გადაიტან და სხვისთვის სათქმელად გინდაო, მაშინ ადამიანი უკეთურ მდგომარეობაში ხარო. ამიტომ პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, რაზეც ჩვენ ეხლა დღეს ვისაუბრეთ და აწივ კიდე ვისაუბრეთ, ჩვენ გვეხება. დღეს მე რაც გესაუბრეთ, ეს არის ჩემზე საუბარი. აი მართლა, აი ყველაფერი მე მეხება. რომ შემეძლოს უფრო მძიმედ ვისაუბრებდი საკუთარ თავზე და საკუთარ ცოდვიან მდგომარეობაზე და საკუთარ უკეთურ მდგომარეობაზე, ვნებებით სავსე მდგომარეობაზე, სადაც ღმერთს ადგილიც კი არ აქვს, რომ მოკლედ ჩემში დამკვიდრდეს და აი როდესაც ღმერთი მოდის, აი ამ ტკივილს როდესაც განვიცდი და აი არ ვიცი, რაღაცა საოცარი თან სიხარული გაქვს, ღმერთი მოვიდა რაღაცა გარკვეულ უიმედობაში არ გტოვებს ეს მადლი, რომელიც მოდის, მაგრამ ამავე დროს განახებს თელ შენ ჭრილობებს, განახებს თელ შენ სულიერ მოკლედ
სიკვდილს და უნაყოფობას შენი სულისას და ეს რა თქმა უნდა რთული დასანახი და აღსაქმელია, მაგრამ ამავე დროს უფალია შენს გვერდით და გეუბნება მე ვარ შენს გვერდით და ნუ გეშინია თუ გადაწყვეტ შენ საკუთარი სულის მკურნალობას, მაშინ მე შენს გვერდით ვიქნები, მაშინ მე შენთან ვარ და დაადექი გზას. მე არ მაქვს პირობები, უფალი გეუბნება, მე არ მჭირდება შენი პირობები, შენი პირობები არის მხოლოდ ერთი, შემოbrunდი ჩემსკენ და დაიწყე ჩემსკენ სიარული და მე როგორც იგავიდე, ესე იგი უძღებიშვილის იგავიდან როგორც მამა შემოგეგებები და ისევ გარგუნებ იმ ბეჭედს, ხო, ესე იგი ბეჭედი შთააცვით ბეჭედიო, რომელიცო ესე იგი ეკეთა მას და შვილობას აღგიდგენს, ანუ პირობას არ ითხოვს. ჩვენ არის ეს ადამიანები პირობას ვთხოვთ ერთმანეთსო, თუ გვინდა რომ ვაპატიოთ, ისე იგი უამრავ პირობებს დაუდებთ ადამიანს. ღმერთი ასე არ არის. აი შობის დღესასწაული ზუსტად ეს არის. ღმერთმა მოიტანა რა? ჩვენ აი პირობებზე აღმატებული სიყვარული. უფალმა მოიტანა და თქვა რომ მე ყველანი მიყვარხარ. ყველა თქვენი ცოდვები, ანუ ცოდვების მიუხედავად, ყველა თქვენი უკეთურებებისა და ვნებების მიუხედავად, მაინც მოვედი და მაინც გავმკაცდი, მაინც შევიმოსე თქვენი მსგავსი ბუნება, რომ რა თქმა უნდა პირადი ცოდვის გარეშე, ანუ ადამიანური ბუნება შევიმოსე თავიდან ბოლომდე, რომ განკურნოდა თქვენ ისევ მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდოთ. უპირობოდ უყვარვართ ღმერთს, არანაირი პირობა არ ჭირდება. ერთადერთი პირობა არის, რომ ისე იგი შემოbrunდე, მეტანოია რა არის, ხო? შემოbrunებას, გონების ცვალებადობას ნიშნავს. შეიცვალე და დამიბრუნდი. თუ დამიბრუნდები, მე შენს გვერდით ვარ და გავაგზავნოთ ერთად მოკლედ ცხოვრება. ამას გვეუბნება უფალი და ამის მოიმედენი ვართ, მაგრამ ეს სიყვარული ადამიანმა ბოროტად არ უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ რაც არ უნდა შენ ბოროტად გამოიყენო ეს, თუ კი სიყვარულს, ღვთის სიყვარულს არასწორად გამოიყენებ ადამიანი და გამოიყენებ მის მოწყალებას და სიყვარულს ცოდვების გასამრავლებლად, უფალი მაინც მაპატიებს, უფალი მაინც მოწყალია და ცოდვას დაამატებ, ამაზეც გვექნება ერთი მდგომარეობა, ეს არის ცოდვას ამატებ ადამიანი და ისე იგი არ გინდა ადამიანმა რომ შეინანო, მაშინ რა თქმა უნდა იმედი იმისა რომ ღმერთი მაინც შემიწყალებს, რა თქმა უნდა იქ დაგხვდება და უფალი იძახის. არა ყოველმა რომელმა რქვას მე უფალო შევიდეს ცათასასუფეველში, არამედ რომელმა ყოს ნება ჩემი, ანუ მომავლინებელისა ჩემისა. განმეშორენი ჩემგან მოქმედნო უსჯულოებისანო, ხო? არა გიცნობთ, არა გიცით თქვენ. ამიტომ აი მდგომარეობა, რა მდგომარეობა უნდა გქონდეს, ხო? ერთადერთი, უფალო, შევწოდე მაპატიე. ანუ სინანული შემოbrunდი და ცოდვისაგან გაიქეცი და დაადექი ისევ ღვთის მსგავსების გზას და უფალი მზად არის შენი მეტანოიისა, შენი სინანულისა და გონების ცვალებადობის სურვილით და მისკენ მიტრიალების შემთხვევაში ნებისმიერი ცოდვა, რაც კი გამოვლენილა კაცობრიობის მანძილზე, ნებისმიერი ცოდვა, რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეს ადამიანს, უფალი მზად არის თავისი მოწყალებით აპატიოს ადამიანს. ოღონდ კიდე გეუბნებით, გამომდინარე იქიდან, რომ მას ეს სურს და ღვთისკენ დაიწყოსვლა გულით, ჭეშმარიტად და გადაწყვეტილად, რაც თავარია, გადავწყვიტე რომ ამ გზაზე ვიარო. რა თქმა უნდა, იქაც წავიქცევით, წაქცევები იქნება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ეს მოკლედ შემართება, ეს რაღაცა, ესე რომ ვთქვათ, აი ახოვანება, როგორც ვიტყვით, ეს ვაშკაცობა, რომელიც ქრისტიანი ადამიანის სულს უნდა ქონდეს, ეს აუცილებლად მუდმივად უნდა შეუნარჩუნდეს ადამიანს. რაწამს ეს გინარჩუნდება, ღმერთიც მოკლედ წყალობელია და შენ განიცდი ღვთის შენთან მყოფობას, მაგრამ რაწამს ამას რაწამს ამას აცდები ადამიანი, რა თქმა უნდა, ღმერთს განიშორებ შენ საკუთარი თავისგან. ღმერთი კი არ მიდის, ღმერთი კი არ გტოვებს, ღმერთი კი არ გარბის, არამედ შენ აგდებ მას საკუთარი თავიდან, ანუ შენ განეშორები მას, შენ უარსეუნები მას ერთად ყოფნაზე და ამიტომ ღმერთი ვერ ძალადობს. ეშმაკი დემონური ძალა ძალადობს. იმას რო ეუბნები რომ წადი, ის არ მიდის და ის მუდმივად არის. მაინც ცდილობს რომ ადამიანთან იყოს და ადამიანი დასცეს, მაგრამ მხოლოდ ღვთაება არის, რომელიც ერთგული არის თავისი შესაქმისა. ერთგული არის ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისა, რომელსაც ის თავისუფალი ნება მიანიჭა, სადაც ის მიუხედავად ყველაფრისა იმასაც კი ირჩევს, ღმერთთან იყოს თუ არ იყოს.
აღიაროს თუ არა ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს. წარმოიდგინეთ როგორად შექმნა ღმერთმა, რომ ჩვენ ქმნილებებმა შეგვიძლია ვუთხრათ, რომ შენო არ არსებობო. დღეს ადამიანი ღმერთს ეუბნება, შენ არ არსებობო და ამის გამო მას ისე იგი ზეცა არ ეცემა თავზე. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი აი ამ თავის სიყვარულს და თავისი შემოქმედების ერთგული არის, მაგრამ ეს ყოველივე დამარილდება, ეს ყოველივე გაცხადდება და ეს ყოველივე გამოჩნდება, როდესაც ადამიანის პირადი სამსჯავრო იქნება, როდესაც ის გარდაიცვლება და ურყევად მორწმუნე იყო თუ ურწმუნო იყო, მოაზროვნე იყო თუ ისე იგი არ იყო მოაზროვნე, ისე იგი ათეისტი იყო ადამიანი თუ აგნოსტიკი იყო თუ სხვადასხვა ისე იგი სხვა რელიგიების ის იყო, ფილოსოფოსი იყო თუ მეცნიერი იყო, ყველანი ერთ რამეს ჭეშმარიტებას აღმოაჩენენ. ისინი წარსდგებიან იმ ღვთის წინაშე, რომელიც ჭეშმარიტად არსებობს, ჭეშმარიტად არის და ამისი გადამოწმება საუკუნეები არის არსებობს და ამისი გადასამოწმებელი ერთი ფრაზა არსებობს. ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. მთელი მამათა გამოცდილება ეს არის განწმენდილი გულით დანახული ღმერთი. ვისაც აინტერესებს ღმერთი არსებობს თუ არა, განიწმინდეთ გული, ისე როგორათაც მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელი ანთროპოლოგიური სწავლება და ანუ ესე რომ ვთქვათ, ცხონების შესახებ სწავლება გვასწავლის და დაადგეს ადამიანი ამ გზას და რა თქმა უნდა ღმერთს იხილავს ის და ისე იხილავს, რომ შეიძლება მოკლედ ისე იგი სიხარულმა მოიცვას თავიდან ბოლომდე მისი გული. მოკლედ მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას, შენდობას გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, თუ კი ჩემი სიტყვით ან ჩემი რაღაცა საუბრით, რომელიც ვისაუბრეთ, ვინმეს გულს შეიძლება შეეხო, ვიღაცა შეიძლება ეწყინა, ვიღაცა შეიძლება ფიქრობს, რომ სხვანაირად თუ დავისაუბროთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი საუბარი არის ერთიდან გამომდინარე, ეს არის სიყვარული, რომელიც მოკლედ ადამიანის მიმართ ვცდილობ რომ მქონდეს და ზრუნვა, რომელიც თქვათ ჩვენ როგორც ღმერთმა დაგვავალა, რომ ადამიანის სულებისთვის რაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია ვიზრუნოთ და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და როგორც მუდამსახურს მევალება, რომ სხვა ადამიანებისთვისაც თუ კი შევძლებ ამას, მოკლედ ვიზრუნო. შენდობას თხოვთ ყველას, მრავალშობას დაესწარით, მომავალ ნათლისღებასაც მოკლედ გილოცავთ და დარწმუნებული ვართ, მანამდე შევხვდებით კიდე არაერთხელ, მაგრამ მოკლედ ჩვენ არ ვიცით, ხო, ხვალ რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ ისე იგი არაფერი არ უნდა დაგეგმო ადამიანმა, ხო? ხვალე მიზრუნოს ხვალისათვისო, ხო? კმაი არს, დღის ამის სიბოროტე მისის. დღეს დღევანდელი დღე დავამთავროთ და მე ხვალე ხვალისთვის თვითონ იზრუნოს და ღმერთმა მრავალი წელი მოგცეთ ყველას ღვთის სადიდებლად და საკუთარი სულის საცხონებლად. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას და შენდობას თხოვთ და მოგვიხსენიეთ ლოცვებში და გახარებული გამყოფოთ თქვენს ღმერთო.